შენ დაწერე პირველმა რომ ბანერი რომლის დაზიანებასაც ედავებენ ახალგაზრდა გოგოს და რომლის საფუძველზეც 5 წლიან ციხეს უპირებენ საერთოდ უკანონოდ არის იქ გაკრულიო დღეს შემოგითვალათ რომ ნუ დაუჯერებთ აბესაძესო რომ განვარტოთ მართლაც რატომ არის უკანონო ის ბანერი იქ იმიტომ რომ ვერსად საიაც აკეთებდა ამაზე განმარტებას დღეს გითხარით მე მივესალმები ტელემაყურებელს პირველ რიგში მოდით ამოსავალი მთავარი რაც უნდა იყოს გავიმეორებ იმას რაც გიორგი აღნიშნა რომ სრულიად კანონიერადაც რომ იყოს იქ ის კონსტრუქცია გათავსებული რაზედაც შემდგომ გაჭირმა საკუთარი სახე გადაჭირმა კახაკალაძემ დანაშაული მაინც ჩადენილი არ არის და არაფერი იქ არ დაზიანებულა არაფერი იქ არ განადგურებულა და თუ კი მიაჩნიათ რომ სააგიტაციო მასალა დაზიანდა მაშინ ამისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სანქცია გათვალისწინებული არის დიახ საარჩევნო კოდექსით რომელიც ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას ერთ-ერთმა აქტივისტმა დღეს Facebook-შიც დაწერა რომ როდესაც შარშან არჩევნების წინ ასევე ქართული ოცნების ბანერზე გავაკეთე წარწერაო და ბევრად უხამსი წარწერა იყო გაკეთებული მოსამართლე საერთოდ გაფრთხილებით შემოიფარგლაო და ის ჯარიმაც კი არ დამაკისრაო რა თქმა უნდა სააგიტაციო მასალა არ არის დაცული ისევე როგორც აი კახიკალაძე ძალიან უნამუსოდ და უცოდინრად მანიპულირებდა კანონმდებლობით როდესაც ჟურნალისტი მიუტრიალდა და კითხა რომ შენთან სახში რომ მოვიდე და ნივთი დაგიზიანო კარგი იქნებაო და დიახ ნამდვილად სახში შევარნაც გვინახია ნივთების დაზიანებაც გვინახია ეს დანაშაულია მაგრამ ამისთვის არავინ არ იჯებოდა როდესაც ამას ქართული ოფისები დამტრეულიც გვინახავს ხო ქართული ოცნების წარმომადგენლების ზალადობრივი თავდასხმის შედეგად მაგრამ არავინ ამის გამო დაჟილი არ გვინახავს მაგრამ კანონმდებლობა და საარჩევნო კოდექსი როგორც ორგანული კანონი შემდგომია სისხლისამართლის კოდექსთან რომელიც ჩვეულებრივი კანონია კანონმდებლობა სხვაგვარად უყურებს საარჩევნო სააგიტაციო მასალას და მე და თქვენ პირად ქონებას ან თუნდაც ოფის და ასე შემდეგ და გვეუბნება რომ საარჩევნო სააგიტაციო მასალა შეიძლება შენი პლაკატი რა ვიცი მოოქროვილი იყოს და დახარჯო 50000 და გიღირდეს მაგრამ მისი დაზიანება და გინდაც განადგურება ეს არის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევა იმიტომ რომ ისიც არის გამოხატვის თავისუფლების პარაგრაფში და მოწოდების პარაგრაფში რომ ხმა მივცეთ და საწინააღმდეგო აზრის გამოხატვაც შეგვიძლია გადალახე კანონით დადგენილი პარაგრაფები მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ეხა ეს გადავიდეთ უკვე თქვენ კანონიერადაც რომ იყოთ მეგი უნდა იყოს გარეთ და მას ჯარიმა უნდა ემუქრებოდეს მაქსიმუმად გაფრთხილება ემუქრებოდნენ ჯარიმით მაგრამ არც იმ ჯარიმას არ იმსახურებს და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის განმარტებას. რაც შეეხება თვითონ იმ კონსტრუქციას სადაც კალაძის ამხელა სახე იყო გადაჭიმული იმ ლაით ბოქს რომელიც დგას ეს არ არის თავად სააგიტაციო მასალა. ანუ სააგიტაციო მასალა საკუთარი პლაკატი კალაძის რომ მიეტანა და შენობაზე მიეკრო, დიახ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მას მხოლოდ მესაკუთრის თანხმობა ეკუთვნოდა და ეს იქნებოდა საკმარისი. პლაკატის უკანონოდ განთავსება სხვა ნებისმიერ შემთხვევაში იჯება როგორც იერსახის დამახინჯება. ქალაქის და ძალიან მცირე ჯარიმა 1000 და 2000 ლარი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონსტრუქციის მოწყობაზე, შენობაზე, რომელზედაც შემდგომ გინდა რომ საარჩევნო პლაკატი გააკრა, ან სხვა შინაარსის ბანერი გააკრა, ეს უკვე პირველი კლასის ნაგებობაა, რომლის მოწყობასაც შენობაზე აუცილებლად ჭირდება არქიტექტურის სასახურის მხრიდან თანხმობის გაცემა. ეს 8 წლის თავზე საკუთარი მერობის კალაძემ არ იცის, ან უბრალოდ ფეხებზე კიდია, მე უფრო მეორე ვარიანტს ავირჩევდი, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ კანონმდებლობა ამ ქვეყანაში არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ელექტორატისთვის, ვინც ამ რეჟიმს და მათ რუსულ პოლიტიკას ხარს არ უჭერს. მათთვის კანონმდებლობა უბრალოდ არ არსებობს. ანუ იმ კონსტრუქციის განთავსება, რაზედაც შემდგომ მისი ამხელა სახე არის გადაჭიმული, ეს იყო აშკარად უნებართო მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, თვითონ შენობა არ არის ძეგლი, მაგრამ არეალი არის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, ვისთვისაც ჯარიმა არის 16000 ლარი და რა თქმა უნდა შესაბამის კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. ასე რომ დიახ დანამდვილებით ის კონსტრუქცია, რაზედაც კალაძე არის გადაჭიმული, არის უკანონოდ განთავსებული და მას ამისთვის სჭირდებოდა თანხმობა თავისივე უწყებაში, ხო ყველა ვხვდებით რომ უარს მას არავინ ეთყოდა, არც ხუსთვის არ უნდა ეთქვა თუ არის ოპოზიციასაც უნდა ჭირვებოდა, მაგრამ კალაძეს უბრალოდ ფეხებზე კიდია. კანონის თბილისელების და თბილისელების პარალელს აი ამ შენობაზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ტელეკომპანია ფორმულა სურდა დაეწერა ფორმულა, რისი მესაკუთრის თანხმობა იყო, ეს გააკეთა ტელეკომპანია ფორმულა, მაგრამ არ მისცეს ამის განთავსების უფლება, იმიტომ რომ მხოლოდ მესაკუთრის უფლება საკმარისი არ არის. ეს ტიპის კონსტრუქციებზე ამას სჭირდება არქიტექტურის სასახურთა შეთანხმება, მოგწოს თუ არ მოგწოს კანონმდებლობა. ეს არის კანონი, ასე წერია. კი ბატონო,
ეს არის კანონი ფორმულასთვისაც და კალაძისთვის, მაგრამ ფორმულას შემთხვევაში იმუშავა კანონმა, კალაძის შემთხვევაში მას შეუძლია ირონიულად, მაგრამ სიამოვნებაში უცოდინრად და უტიფრად დადგეს და მსგავსი უშინაარსო განმარტებები აქვს.